Salvamშვიდობისა და გამარჯობა. თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაც, ტირბაჩუეტისტადუ, მინისტ კაც. ტირბაჩუეტისტადუ. გამარჯობა პროფესორ ბარდუგო. პროფესორო, არა, ხო იცით, აქ გინდათ რომ დამაპატიმრო. ამის გამო შეიძლება დამაპატიმრონ მინისტ კაც. მე დავიწყოთ ლიბანით მინისტ კაც. ბოლო წუთის ინფორმაცია სანამ აქ პირდაპირ ეთერში ვართ. გავცელდა ცნობები, პრემიერ-მინისტრი აძლევს მითითებებს. იცით რა? არ ვიცი, რადგან აქ ტელეფონში ვიკეკები და ვცდილობ გავიგო. ვცდილობ მოვაწესრიგო, რა ხდება? პრემიერ-მინისტრი არ ძალიან კარგ ნაბიჯს დგამს, მაგრამ ეს მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე პოლიტიკის შედეგია. და ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედების, FDI-ის ინტენსიური და გმირული ქმედებების მაგრამ ეს იქნება ლიბანში ომის დასრულებისთვის. ეს ვინ არის ეს აქტივისტი? ვცდილობ გავიგო. სიზუსტე გჭირდება, ეხლა ყველაფერი ზუსტი უნდა იყოს. ზუსტი, არსებობს შეუსაბამობა. ამიტომაც კითხულობ. პირველ რიგში ჩვენ ლიბანში ძალიან ინტენსიურად მოქმედებთ და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ. ოპერაცია. გუშინდელ ოპერაციაში გუშინ ლიკვიდირებული იქნა და მე მოგზალებული ვარ. 200-ზე მეტი ტერორისტი. შესაძლებელია ეს რიცხვი 300-საც კი გადააჭარბოს. ეს არის დაზვერვის გაღრმავებული ოპერაცია, პროფესიული შესაძლებლობების, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა მუშაობდა, გუშინ დასრულდა. არის თავისუფლება, შიში, თავისუფლება, სრული სიბნელე. მაგრამ დღეს მარას მარადიული სიბნელეა. მაგრამ დღეს თქვენ გაჩერდით კაც. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, ჩვენ არაფერი შეგვიჩერებია. ეს ქმედება მოხდა, ჰეზბოლამ აქ უპრეცედენტო დარტყმა მიიღო, ის შოქშია. მაშინ რატო არ გააგრძელა? და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ასეთი ტიპის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ილუზიის შექმნას, იმარჯვებენ და აგრძელებენ. ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტას უნდა და მისი დამფინანსებელი ირანიც ამას სასოწარკვეთილად ითხოვს. ამის დაკენება პირობით, რადგან ირანელები უკეთესად ვაჭრობენ ზეწოლის ქვეშ, ჩვენი უპირატესობაა. უბრალოდ მინდა გავიგო. განმარტე კონტექსტი, ვინ არის სასოწარკვეთილი და ირანელები აძლიერებენ ზეწოლას, გზრომ არ მივიდნენ მოლაპარაკებებზე, თუ ლიბანში ომი არ შეჩერდება. არ მახსოვს იყო ეს ღაზაში თუ ლიბანში. არის ესეთი განცხადებები და რატო? იმიტომ რომ დარტყმები, რასაც ისინი იღებენ, მარკად ძლიერია. ეხლა ყველა მცხოვრები პირველ რიგში ომი არ შეჩერდება, თუ ასე გაგრძელდება. სწორედ აქ მინდა მივიდე. განაბზე? ლიბანში არ დაგაპატიმრებენ. შეგიძლიათ ერთი წუთით გითხრათ თავდაცვის მინისტრო. თუ გარეში. ომი არ შეჩერდება ამერიკული ზეწოლის მიუხედავად, თხოვნების მიუხედავად. არა. მათი თხოვნები ისლამაბადთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, უკვე კოორდინირებულები ვართ ამერიკელებთან. ომი არ შეჩერდება. ის 600,000 მცხოვრები, რომლებიც სამხრეთ ლიბანიდან საკუთარი დაცვის მიზნით გავიდნენ, ლიტანის სამხრეთით აღარ ბრუნდებიან. თუ გარეშეა ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ ლიტანს და ლიტანის ხიდებს და არ არაძლევენ მათ დაბრუნების საშუალებას. ჩვენ ფაქტობრივად გავიგეთ იმ წერტილების ხაზი, რომლებიც საზღვრის მიღმაა და ვანგრევთ ამ სახიფათო სახლებს, რომლების პრაქტიკაში ჰეზბოლას ფორპოსტებია სოფლებში. კონტაქტი. ჰეზბოლა უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა იქ წარსულში. საჭიროა ამ სოფლების განათება. ჩვენ ავიღეთ ანტიტანკური ხაზი და ეხლა ვაძლიერებთ მას. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები მივიდნენ ანტიტანკურ ხაზთან. ამყარებენ კონტროლს ჯარისკაცების გმირული ბრძოლით. რადგან ყველას თვალწინ აქვს ჩრდილოეთის მოსახლეობის დაცვის დაცვა. ლიტანის ხაზი არის უსაფრთხოების ხაზი, რომლის შენარჩუნებაც ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ. და შუაში არიან ჰადვანები, რომლებიც დარჩებიან ანტიტანკურ ხაზსა და ლიტანის ხაზს შორის. მუდმივად ნეიტრალიზდებიან. უმეტეს შემთხვევაში ისინი უკვე ლიკვიდირებულნი არიან. ამ მოლაპარაკებაში ვიმეორებ, ამ მოლაპარაკებაში ჩვენ დავთმობთ 18 პუნქტს გადავცემთ. როცა ეს პრემიერ-მინისტრთან ერთად წარვადგინეთ პოლიტიკურ ფორუმებზე წევრებთან, თქვით და მე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი ამ პუნქტებს, ამას ვაკეთებ ჩვენი თავდაცვისთვის, მაგრამ შედეგი შეიძლება ნამდვილად იყოს დიპლომატიური მოგება. რადგან ამ ძალიდან გამომდინარე, რადგან ფორმალურად პოლიტიკური ნორმალურობაა ყველა საუბრობს ჰეზბოლას დაშლაზე, მათ შორის ლიბანის მთავრობაც. შესაძლებელია უკან დახევა დიპლომატიური მოლაპარაკებით. უკან დახევის გარეშე. კიდევ ერთხელ აგიხსნით. კითხულობ. ეს ზეწოლა და ჩვენი წინსვლა ონს არ შეაჩერებს და ლიბანის სამხრეთის მცხოვრებლები არ დაბრუნდებიან, სანამ ჩრდილოეთი უსაფრთხო არ იქნება. მაერთებთ საჭიროებს და ვინ არჩუნებს სიზუსტეს. ეს დიდი ბერკეტია. საჰაერო ძალები აგრძელებს. რანდო? Força-aérea segue მუშაობს იცავ ჯარისკაცებს, ხსნის გზას და ანადგურებს სამიზნეებს ჯარების წინსვლისთვის. ეს იქნება ცეცხლის ქვეშ, თუ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის დროს გაიმართება. და ცეცხლის დროსაც. ცეცხლის დროს? ცეცხლის დროს ყოველგვარი უკან დახევის გარეშე, კონტროლის გამყარებით, სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის გარეშე. ასეთი რამ სოფლიოში არასდროს ყოფილა. ჩვენ. ეს კარგი ამბავია. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. თავდაცვის მინისტრი.
მე არ დავკონკრეტებ პრემიერ-მინისტრისა და სხვა მონაწილეების საუბარს. ისრაელის ხალხი არ ვიცი რამდენად არის ვალდებული ამ პრემიერ-მინისტრის წინაშე. კამპანიის გახსნისას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მიღწეულმა შეთანხმებამ გამოიწვია განსაკუთრებული თანამშრომლობა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან, რაც სამხედრო დონეზე ცენტრალური სარდლობისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჩათულობასაც მოიცავდა. თავდაცვის მინისტრთან ერთად ხელმძღვანელობთ და მომავალშიც ერთად გავაგრძელებთ ხელმძღვანელობას. ლიბანში ომი ამერიკელებთან კოორდინირებული იყო თუ მხოლოდ ინფორმირებულნი იყვნენ? ლიბანში ყველა ომი პასუხია ჰეზბოლას სურვილზე, რომ დაგვესხას თავს და იმ ფაქტზე, რომ მან უკვე დაგვესხა და ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვიცავთ. არაფერი მოგვესმა, ეხა ირანელები ცდილობენ თქვა, რომ ლიბანის გამო არ გამართავენ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან და ასე შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა იცის და იცოდა, როგორ შეექმნა განსხვავება სიფრთხილეს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პირველ რიგში პრაქტიკული თვალსაზრისით. რამდენ ხანს გრძელდება ეს? ნახე, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, იაკობ. მაგრამ იცი, ჰორმუზი არ არის ღია. ამერიკული საფონდო ბირჟები. უბრალოდ მინდა საკითხი განმარტო, რადგან ეხა ძალიან ახალია. ცხადია. დიდ მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ ლიბანის მთავრობამ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს და რომ იახია ლეიტერი დიპლომატიური თვალსაზრისით შეძლებს ისრაელთან მოლაპარაკებას ომის დროს ისე, რომ კონფლიქტი არ შეწყდეს, რათა ჰამასი და ჰეზბოლა დამარცხდნენ ისრაელის გასვლისა და მოსახლეობის დაბრუნების გარეშე, ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა უსაფრთხოებით. ჯარისკაცები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგად მშვიდობაც მიღწეული იქნება. ეხლა მე თქვენ ფიქრობთ, რომ ლიბანის მთავრობა, რომელიც აქამდე ვერ ახერხებდა ჰეზბოლასთან გამკლავებას, ეხლა შეძლებს ჰეზბოლასთან გამკლავებას? მადლობა. ამას არ ველოდეთი. კარგი. ჩვენ თვითონ უნკლავდებით ჰეზბოლას. ჩვენ ლიბანის კონტრაქტორი ვართ. არასწორია. ჩვენ ჩვენი თავის დამცველები ვართ. ჩვენ ჩრდილოეთის ხალხს შევპირდით, რომ დავიცავდით მათ, როცა ისინი დაბრუნდნენ, ჰეზბოლა უკვე დამარცხებული იყო. და ის ძლიერ იქნა შეკავებული და თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი დაკარგა. არავის უთქვამს, რომ რაკეტების გაშვება შეუძლებელია. უნდა გავიგოთ, რომ რაკეტების საკითხი შეკავებაა. ვერ შეძლებ. ბოლო რაკეტა არ არის როგორც ბოლო გვირაბი. საჭიროა. ისინი ლაზერზე წარუმატებლობა ჰქონდათ, თითქოს ელოდნენ, რომ სისტემა არ დაზიანდებოდა. ვამბობ, რომ ჩვენი საერო თავდაცვა ძალიან ძლიერია და ლიბანთან საზღვარი ყველა საშუალებით ძალიან კარგად არის დაცული. ლაზერი რაღაც ახალია, რაც ახლა იწყება. არსებობს ბევრი თავდაცვის საშუალება, რომლებიც აფერხებენ და აჩერებენ ასეთ რაღაცებს. ისინი პირველ რიგში აქ მოქმედებენ. ისრაელის შიდა ფრონტი ჩრდილოეთში და მთელ ქვეყანაში საოცარია. ეს გმირების ხალხია. მაგრამ თუ მე ჩრდილოელი სარკასტული ვარ და უსმენ იმას, რასაც ამბობთ, რამდენიმე კითხვის ნიშანი მიჩნდება. შესაძლებელია შეთანხმება ან უბრალოდ უკან დახევა. ცოტა. იგივე. არა, მაშინ განუმარტეთ. ჩრდილოელმა უნდა მოგისმინოთ, შემოქმედოთ და მითხრას. ჩრდილოეთის ცხოვრებს შეუძლია ნათლად იცოდეს ყველაფერი, რაც თქვით და ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობთ. ამბობსო, ცაჰალი ლიტანიდან არ გასულა. სახალი არ წავა იქამდე, სანამ ჩრდილოეთის ცხოვრებთა უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და მცხოვრებლები არ დაბრუნდებიან იქამდე, სანამ უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. დარიაში ისევე იტანჯებია, როგორც აქ და ტირშიც იტანჯებია. დარიაში 700.000 შეიტი გავიდა. მიცი იქ ცხოვრობ. წარმოიდგინე რიშონ ლეციონი ან ისრაელის ქალაქები, სადაც 300.000 ადამიანი ცხოვრობს. დარია ორჯერ უფრო დიდია ვიდრე დიდი ქალაქი. ვიცი, ეს ყველა იქ აღარ არის. მიდიან აკაკულებენ ქრისტიანებისა და დრუზების კარებზე, რომ მოლაპარაკება აწარმოონ და ჰეზბოლამაც იქვე განათავსა თავისი ბაზა, მას შემდეგ რაც დარიადან უკან დაიხია, სწორედ ამავე ადგილებში. რა გააკეთეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაზვერვასა და ოპერაციებში, მათ ამოიცნეს ეს ადგილები და გუში ჰეზბოლას წევრები გაანადგურეს, როცა ისინი ცდილობდნენ სამოქალაქო მოსახლეობაში დამალვას. დღეს ლიბანში შიიტური საზოგადოება ნასრალასა და მისი მემკვიდრის გამო სამიზდეა. ის დიდ საფრთხეშია, მაგრამ ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, 600.000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სამხრეთი. რადგან არც ერთი არ დაბრუნდება, სანამ უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. კონტაქტის ხაზზე მდებარე ყველა სახლი ევაკუირებულია. სხვათა შორის ამას ფერმერები ფულის გუთნას ეძახიან. იმიტომ რომ ჩვენ ამოვიზებთ ჰეზბოლას, ამ პოსტებს, რომლებიც განმეორებით ბრუნდებიან, უხდებიან, უხდია ხალხს. შესაძლებელია ამ პოსტების ამოღება. თავდაცვის მინისტრი ბევრი მშობლის პირადი თხოვნით, საჰაერო ძალებით და არა ჯარისკაცების შეყვანით და მე არა. მე საერთოდ ვერ ვიგებ ასეთი ტიპის არმიას. მოусმინე, მე დრო არ მაქვს. ეხლა ბულებრივი კომუნიკატორი არ ვარ, რადგან დაკავებული ვარ, იცი ყველა ამ საქმით. ვაწყობ ჩემთვის რამდენიმე საათ ძილისთვის რამით. ეხლა დრო ვიხედები გზაზე, სანამ ვეწყობი. სანამ გავალ, ზოგი ამბობს, რომ ლიტანესთან მისვლა საკმარისი არ არის, ბეირუთამდე უნდა მიხვიდე. მაგრამ სოფლებში შესვლის გარეშე ასეთი მეთოდები არ არსებობს.
მეთოდები არ არსებობს. ჩემთვის ჩვენ ვიცით მეთოდები და მე გენერალური შტაბის უფროსის, რეგიონის კომანდირის, დივიზიებისა და ბატალიონების კომანდირების წინაშე ამას ვაკეთებ მაქსიმალური დაცვით. შეგიძლია ნებისმიერ მამას თვალებში შეხედო. სხვათა შორის მას შემდეგ რაც მეთოდი გავცვალეთ ღაზაშიც, უზარმაზარი ცეცხლის ძალით, მალევე იგივე მოხდა ღაზაშიც. რაფახის უბნების გაწმენდა, ბეით ჰანოკი, იჩკარე. მომეცი ირანში წასვლის უფლება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ იქ მივდივართ. უბრალოდ ვამბობ, ლიბაში ისინი ძლიერად მოქმედებენ. უზრუნველყოფენ მხარდაჭერას ჩვენ ჯარისკაცებს მანამდე და დროს. ეს გმირები, ნამდვილი გმირები, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიშევა უფრო შორს, ეჭუგარეშია, რადგან იციან, რომ მოდიან ჩრდილოეთის დასაცავად. საჰაერო ძალები მოქმედებენ, ჯავშან ტექნიკა მოქმედებს, საზღვაო ძალები მოქმედებენ, არტილერისტები მოქმედებენ გზის გასახსნელად, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ომია. საბოლოო ჯამში შევდა გაწმიდო ადგილი. ამას აკეთებ მაგალითად ერთ ადგილას. არ ვითქვით სად არის, რომელიც ეხლა გარშემორტყმულია. ვიცით რომ იქ 80-დან 100-მდე ტერორისტია ჰადვანის დანაყოფის წევრები. ვერთხავთ მათ ყველა მხრიდან, რათა გავანადგუროთ ისინი პირველ კონტაქტამდე. ეს ჩვენი მოქმედების სტილია. ვიცავ ჯარისკაცებს, მაგრამ არსებობს მთავარი მიზანი. ჩვენ ჯარისკაცები ვიცავ ჩრდილოეთის ცხოვრებლებს. გრეს ჩრდილოეთის ცხოვრები იცის პესიმიზმის გარეშე, რომ პირდაპირ ანტიტანკო რაკეტები არ არსებობს. ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიას და არ არსებობს რისკი, შეჭრის რისკი. მაგრამ მზადყოფნა აუცილებელია. ამის გამო ჩრდილოეთი ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან შედარებით შეიცვალა, განგაშის დრო გაიზარდა, მაგრამ დღეს მთელი ქვეყანა артиლერიის ქვეშ იტანჯება. და ყველა მეუბნება ზოგიერთ მათგანთან სულ საუბრობ, ზოგიერთსაც ხედავ და ისინი მეუბნებიან, მზად ვართ, მაგრამ გადაჭერით პრობლემა. და გეუბნები შენ იაკობ, მინდა ლიბანის საკითხი შევაჯამო. პირველ რიგში თუ მოლაპარაკება იქნება, ეს იქნება ცეცხლის ქვეშ. უკან დახევა არ იქნება, მოსახლეობის დაბრუნება არ იქნება. გრძელდება ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედება როგორც უზარმაზარი ბერკეტი. ვცდილობთ აღვადგინოთ ჩრდილოეთის ნდობა. ვამბობ, ჩვენ გვახსოვს, პირველი ლიბანის ომიდან დღემდე ასეთი შესაძლებლობა არასდროს ყოფილა. კიდევ ერთხელ, ესეთი შესაძლებლობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასდროს ყოფილა, რადგან ისრაელი ირანის შემდეგ ძლიერად მოდის. ისინი სუსტები არიან, როცა ირანი სუსტია, იმიტომ რომ ჩვენ მტკიცედვად განწყობილნი, იმიტომ რომ ჯარისკაცები გმირები არიან. და იმიტომ რომ ბერკეტები, რომელსაც ვიხენებთ, რომლებიც სამხრეთ ლიბანში არასდროს გამოყენებულა, შეიძლება ამ საკითხში დაგვეხმაროს. მინისტრი კაცი 40 დღე ბრძოლა ირანში. გონი არავინ იჯერებდა რომ 40 დღე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით იქ. შეგიძლიათ შეხედოთ ისრაელის მოქალაქეებს თვალებში და უთხრათ რომ ვერ მივახციეთ. ყველა დასახული მიზანი მიღწეულია. არმია მიცის როგორ იმოქმედოს და შექმნას პირობები, რომ ირანის ხალხმა სადოს რევოლუციის დაწყება, ასე რომ დაცრულდა. რატომ არ ხდება ეს, მაგრამ რას გულისხმობთ? მითხარით ეს ფრაზა. რა იქნა გამოვლენილი? რატო? საზღვაო სამსახურმა ათასობით სამიზნე შეაგროვა. ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ხედავთ ერთს ამერიკელებისთვის და სხვებსაც. Damos aos americanos muitos dos alvos. ჩვენ მათთვის და ისინი ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ეს არის მსოფლიოს სამყარო ძალა, მაგრამ ისინი აღფრთოვანებულნი არიან ისრაელის შესაძლებლობებით ყველა ასპექტში. და ამ თანამშრომლობაში ათასობით სამიზნესთან ერთად თითოეული თავისას იღებს ოპერაციულ მონიშნაზე ხედავთ ლურჯ-თეთრ დროშას, ვარსკვლავებისა და ზოლების დროშას და ზოგჯერ ორივე დროშას ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ ეხლა გაიგეთ, დღემდე გაშვებულია 25,000 ბომბი ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ. ერთი წუთით თქვენ საუბრობთ 25,000 ტონაზე. 25,000 ტონა ზუსტი ბომბები. ეს არ არის ირანული რაკეტა, რომელიც ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ირანს არ შეუჩერებია. სინამდვილეში ესეთი ბომბა მიზანს არ აცდება. და თითოეულ ესეთ ბომბას თავისი მიზანი აქვს, ირანის შესაძლებლობების განადგურება. მაგრამ თქვათ, რომ გასულ კვირას ჩვენ უფრო აშკარა რამ გავაკეთეთ საზოგადოებისთვის, რაც იყო განადგურება. ირანის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. ტრამპმა სთხოვა ენერგეტიკის ხელუხლებლად დატოვება მას შემდეგ, რაც მან გაზთან დაკავშირებით დაუშვა რაღაც, რაც არ უნდა ყოფილიყო და ჩვენ შევამცირეთ. ხოლო პეტროქიმიური ქარხნები მილიარდიან ზარალს იწვევს და ორივე მეტალურგიულმა ქარხანამ 70% გააჩერა. ეს არ იყო რამდენიმე დღით შევინარჩუნებთ ამას, რადგან ასეთი ზომები ეკონომიკას აზიანებს. ირანისას დაპატიმრებულები. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ირანელები ზევასთან მოლაპარაკებებში ჩაერთენ, ეს არის. ეს მოიცავს მატარებლებისა და პეტროქიმიური პროდუქტების დაზიანებასაც. სხვათა შორის ფოლადსაც აქვს განსაზღვრული სამიზნეები. არის რაიმე განსაზღვრული მიზანი, რომლის მიღწევას ამაზე ნაკლები დრო დასჭირდება. ამას 2 კვირა დასჭირდა. ვაფასებთ. უკვე 3 დღე გავიდა. კარგი, მიზნები განსაზღვრულია, ვიცით როგორ მოვიქცეთ. ეს ისა, რასაც ირანელები საკუთარ თავსაც და საკუთარ ხალხსაც ვერ დაუმალავენ. ბიახ, მაგრამ ისინი მთელი ინდუსტრია, თითქმის თქვი უზარმაზარი ინდუსტრია, ან რაფაელი, ან ელბიტი.
მიხვდებით რომ ეს ქარხნები 100-ჯერ შევამცირეთ? 100-ჯერ ან მეტჯერ. ამის გაკეთებით თქვენ ანადგურებთ შესაძლებლობებს, რომელთა აშენებასაც ირანელებს 10 წლეულები დასჭირდათ. ქვი, ეს შენი ცხოვრების როლია. თქვენ ფიქრობდით, წელიწად ნახევრის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავეთ, რომ ისრაელი ამ მდგომარეობაში იქნებოდა წელიწად ნახევრის შემდეგ? ეს წინასწარ განჭურიტეთ. იცით, ორ რამეს ველოდი. ეს ბევრ საუბარში უთხარი პრემიერ-მინისტრს. როგორც თავდაცვის მინისტრის ნეთანიაუს თავრობაში, ჩემი მთავარი მიზნები იყო კონკრეტულად ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და მძევლების გათავისუფლება. პრემიერ-მინისტრისა და ტრამპის მოქმედებებისა და ადგილზე მყოფი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების სიმამაცის ხალობით ყველა გათავისუფლდა. ყველა არსებული პროგნოზის საპირისპიროდ, ყველა გათავისუფლდა. მე ველოდი რომ ეს იქნებოდა შედეგი. რაც შეეხება ირანს, ორი ოპერაცია, თითოეული ავივი, თქვენ თქვით რომ ირანელები ძლიერ დაზარალდნენ და ჩვენ ომში ჩავერთეთ. მხოლოდ დაზარალებულები არ იყვნენ. მე ვთქვი რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობები გავანადგურეთ და ეს გავაკეთეთ. მიღწეული იქნა ამ ლიდერის მხრიდან მოტყუებითა და თაღლითობით, არა? რაც შეეხება გამდიდრების ბირთვულ პროგრესს, მათ გამდიდრების შესაძლებლობა არ აქვთ. იქ არის მასალა, რასაც ტრამპი ამბობს, ან გადავცემთ, ან გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენ გავანადგურეთ ირანის ატომური ბომბების აშენების ეს პროცესი, ჩვენ მოგხსენით განადგურების საფრთხე ისრაელის სახელმწიფოზე. თეთრ-რვაზე ჩვენ ძლიერად დავართხით რაკეტებს. ეხლა ჩვენ გავანადგურეთ ირანის ლიდერი, ძნელია ამის წარმოდგენა. ხამენეი იყო მთავარი ამბოხებული, რომელიც ხელმძღვანელობდა ირანის ხალხს და მთელ შიიტურ სამყაროს ერთი მიზნისთვის, ებრაული სახელმწიფოს განადგურება. ო, მამაცი ფრინველო, როგორ ექნებოდა თავდაცვის მინისტრს იგივე შედეგები თანამშრომლობით, ხოლო სურვილი არ კმარა საჭირო ამის სხვა დონეზე გადაყვანა. ეს არ არის ჩემი საქმე, რომ ასეთი რაღაცები განსაჯო. მე ვამბობ, რომ პრემიერ-მინისტრსა და ჩემ შორის კომბინაცია ძლიერი კომბინაციაა. ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრთან ერთად მოქმედება. სამადი კომბინაცია. და აქ ვამბობ რაღაცას პრემიერ-მინისტრის შესახებ. ოპერაციულად გენერალური შტაბის უფროსი, ეს შერთხულია. სამხედრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შიგნიდან სულ მდგომარეობაშია. ძალიან ძლიერი კომბინაცია. ამჟამინდელმა გენერალურმა შტაბის უფროსმა, პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დიბაში განახორციელა უპრეცედენტო ხარისხისა და მიზანდასახულობის შეტევა. მიუხედავად ამისა, ის ამბობს მოსალოდნელს, არ მინდა შენთან ამ გენერალური შტაბის უფროსზე კამათი. ცოტა ხანში მე რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენებ, არ მინდა რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენო. მე ჩემი საქმეები მაქვს, მართლა მთავარზე ვარ კონცენტრირებული და სწორედ ამაზე გავამახვილებ ყურადღება. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ადამიანს საბოლოოდ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი პრიორიტეტები. მე ვზრუნავდი მმართველობაზე და სამხედრო პროკურორზე, რომ გადაეყვანათ და დაექვეითებინათ. ყველაფერი ეს გავაკეთეთ, მაგრამ თავარი ის იყო, რომ როცა ისრაელის თავდაცვის ძალები მიმოვიყვანეთ, ამ პრემიერ-მინისტრს უნდოდა წადი ისრაელის თავდაცვის ძალებში პრემიერ-მინისტრს წლები ასულს ირანის წინააღმდეგ მოქმედება თავდაცვის ხელმძღვანელობამ შეაჩერა იგი. დღეს ყველა მობილიზებულია, არმია წინა ხაზზეა. და ასევე სხვაებიც, მეც მაქვს ამაში წილი, ეს ერთობლივი მუშაობა. როგორც თავდაცვის მინისტრს, ჩემი როლი მაქვს, მოქმედებთ, მაგრამ გავიმეორებ. ძალაასის მებრძოლები ბრუნდებიან. Pra mim, Eles nos monitoram agora. რა თქმა უნდა, იქ რაღაც უნდა გაკეთდეს, ეს საქმე ნამდვილად დასრულდა. ეს უკვე დიდხარი, როგორც შენ, ასევე სხვებსაც. თავარი სამხედრო პროკურორის, თავარი ზეწოლა იყო ამ საქმის დახურვა და მან ეს გააკეთა, რადგან ის სრულიად ეწინააღმდეგება ტერორისტების დაცვის იდეას. სხვათა შორის მან მტკიცედ შეინარჩუნა თავისი პოზიცია ზეწოლის მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სისტემა ცდილობდა ხელის შეშლას, მან მკაფიოდ დაიცვა იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც სასამართლოს წინაშე აწკი წავდგენილან. წამობძანდით, მინისტრ კაცი. ჟვანტელი. დიახ, კიდევ რამდენიმე წუთი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს საქმეები გასაკეთებელი. ღაზა ვისმენთ, რომ ბოლო დღეებში და ასევე ვნახე, რომ ამ სამშვიდობო საბჭომ ულტიმატუმი გაგზავნა. ეს სწორედ ამისთვისაა. ეხლა უკვე ულტიმატუმსაც აყენებენ. დიახ, ესე რომ ეს არის ულტიმატუმი, რომელიც ამბობს თაილოდონ კვირის ბოლომდე ამერიკული სისტემის გამოსაყენებლად. საბჭოსთვის. ულტიმატუმი დააყენა, მოიცა. იცადე, მაშინ მე ვკითხავ, თუ ისინი იტყვიან არა, თუ იტყვიან. აბობენ კი რომ გაიხონ. თუ ისინი ამას დაადასტურებენ, ისრაელის თავდაცვის ძალები გახსნიან ახალ ფრონტს ღაზაში, ჩვენ გადავწყვეტ, როგორ და როდის გამოვიგენოთ ჩვენი მოქმედების უფლება და როგორ გავუმკლავდეთ მათ და ეს მოხდება ყველაზე სწორად. ჩვენ მტივდება. ყავს ირანი, ყავს ლიბანი, ღაზა. ეხლა კი რას ნიშნავს ეს ულტიმატუმი? ულტიმატუმი ნათელია. ან ეხლა შემოდიან, ან დიდი რამ მოხდება, ისრაელის ძალები არ დაიხევენ ყვითელი ხაზიდან, სანამ იარაღისა და გვირაბების დემონტაჟი არ დასრულდება. ძიმე და მსუბუქი ყველა იარაღი. ყველაფერიაც განსაზღვრულია, მათ შორის აქ განადგურებული გვირაბები, ასევე უნდა მოგვარდეს მეორე მხარესაც და ყველა ეს სხვა საკითხიც.
დიახ, მაშა მომენტში ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ შემდეგ დღეს, ან ხვალ დილამდე. შაბათ-კვირის დილას. დიახ, მათ უნდა უპასუხონ ულტიმატუმს. დიახ, თუ არა, მაშინ ჩვენ მივირებთ არჩევას და სწორად შევასრულებთ მას. ანუ, სწორად. სანამ ისინი სარგებლობენ მთელი ამ სიტუაციით, ჰამასი აღარ გააკონტროლებს ღაზას, გეუბნები. ჰეზბოლა დატოვებს ლიბანს ისე როგორც ჰამასი ღაზიდან გავა. კიდევ ერთხელ, მე სწორად საზღვრავ ყველაფერს. ყველაფერი თავის ადგილზეა. ჰამასი არის ჰამასი. ჰამასი გარეთ ღაზადან. ვიტყოდი, რომ მორალურად ჰეზბოლას განიარაღების მიზანი ის მიზანია, რომელსაც ისრაელი ფუნდამენტურად მიიჩნევს. ცხადად, ნათლად და მორალურად. ჩრდილოეთის ხალხის მიმართ აუცილებელია ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლიბანის ყველა შეერს გავანადგურებთ, ხო ასეა? ჩვენ სწორად ვიქცევით. საჭიროა გველების მომთვინიერებელი გაუსტერილოთ, ძალიან წინ მივდივართ. და არის ინფორმაცია, რომ ლიბანის მთავრობა მოლაპარაკებას აპირებს, მან არ დააწესა, მაგრამ თითქოს თვითონ მთავრობა იყოს. ამიტომ ფორმალურად მას შეუძლია თუ ამას ახლა ჰეზბოლას ნების წინააღმდეგ გააკეთებს, ისე რომ ჩვენ არ შევწყვიტოთ საქმიანობა. ძალიან რთულია ჰეზბოლას წინააღმდეგ. ეს მართლა საოცარი იქნებოდა, ძალით რომ მოვიდეს. მაშინ ერთი წუთით დახურე წრე იუდეასა და სამარიასთან. გვაქვს ლიბანი, გვაქვს ჰამასი, ანუ ღაზა ჰამასთან ერთად აღარ იქნება. მე წაგიყვან იუდეასა და სამარიაში. იუდეასა და სამარიაში ვხედავთ სხვადასხვა ტიპის ძალების გაძლიერებას. შეიძლება გაგვიკვირდეს თუნდაც 10% იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. პრემიერ-მინისტრი და მე ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ვატარებთ მკაფიო პოლიტიკას საზღვრებისა და დასახლებების დაცვის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საზღვრის მეორე მხარეს არიან ჯიჰადისტების წინააღმდეგ. დიახ, მაგრამ იქ არ არის ნათელი, რამდენად დიდია ეს გაერთიანება. ლიბანში ვხედავთ. იუდეა, სამარია. ლიბანში ვიწელთ წინ. ღაზაში ისინი აკონტროლებენ ტერიტორიის უმეტეს ნაწილს. სირიაში ჩვენ ვართ ჰერმონის მწვერვალზე და იქიდან არ გამოვალთ მიუხედავად ცდელობებისა და მორგებებისა. იქიდან ვიცავთ გოლანის, გალილეისა და სამხრეთის თემებს. იუდეასა და სამარიაში უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ. წლების განმავლობაში პირველად ეს არ მომხდარა. შევედით ტოლუნთა ბანაკებში, ჯენიში, ტულქამში და სამარიის ჩრდილოეთში, რომლებიც შხამის კერებს წარმოადგენდნენ ირანის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული ბატალიონებით. ჩვენ ისინი გავანადგურეთ და დღეს ისრაელის არმია იქ რჩება მაშინ, როცა ისინი გარეთ არიან. და ეხლა რა ვქნათ? როგორ გონიათ, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. მოიცადეთ, ამან იუდეასა და სამარიაში ტერორიზმი 83%-ით შეამცირა. ყველა მიცის ეს, რადგან ჯენინი მაგალითად გამოიყენეს და ფაქტობრივად იქ ყველაფერი განადგურდა. იქ პალესტინელები აღარ არიან, მხოლოდ ისრაელის არმიის ჯარისკაცები არიან. ეხლა იუდეასა და სამარიაში ოპერაციები უკიდურესად შემტევი ხასიათისაა. ჩვენ ვამცირებთ მათ შესაძლებლობებს, მოქმედებთ მუდმივად პრემიერ-მინისტრის, კაბინეტის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიწითებით. ისრაელის არმია ამას წელი გულით ასრულებს. აქ ძალიან მტკიცე პოლიტიკაა. ვადარებთ ლტოლულთა ბანაკებს იმას, რასაც ვაკეთებთ. საზღვრის მიღმა ჩვენ პირდაპირ მოქმედებთ მოსახლეობის ადგილას. ტერორიზმის წინააღმდეგ. კოლონისტები ჩემთან მოდიან, ჩვენ ყოველ დროს სტუმრობთ ახალ ქალაქებს, უკვე 100 წელზე მეტია. სუვერენიტეტისკენ იუდეასა და სამარიაში არის ის ტიპის განცხადება, რომელსაც მემარჯვენე მთავრობა აკეთებს. გააკეთეს სწორად. მე ამას ხედავ და ვიმეორებ. პრაქტიკულად ეს არის ერთგვარი პრაქტიკული სუვერენიტეტი. ანუ თქვენ პრაქტიკაში უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას, დასახლებას და სხვა საკითხებს. ამ ეტაპზე არის ესე ვთქვათ, ჩვენ ყველანი გვინდა სუვერენიტეტი. მთელი ეს სამუშაო, დასახლებულები და ყველა. ცხადია, ეს ერთ ადამიანზეა დამოკიდებული სახელად დონალდ ტრამპი. მას იდეა მოსწონს, მაგრამ ამ მომენტში მან გითხრა არა. მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. იმიტომ რომ ლეგიტიმურობა გჭირდება სულ მცირე, ერთი ცენტრალური მოთამაშისგან მაინც. იმიტომ რომ ამას მაკრონისგან და ყველა ფარისევნისგან ვერ მიიღეს. იცი რა, ისინი მუშაობენ. საერთაშორისო სასამართლოებში. თქვენ თქვით, RSS-მა უზრუნველყო უსაფრთხოება აშშ-ს გარეშე. ისინი წაგიყვანენ. ალა ჟოაო გალანტე პირდაპირ. ყოველთვის ვეუბნები მათ. აქვე როგორც თავდაცვის მინისტრი ინსტრუქციებს ვაძლევ. მე მარტო მოგზაურობ საზღვარგარეთ. თუ წელიწადში ერთხელ ამერიკაში მივდივარ, ეს პრობლემა არ არის, ეს არ არის ფაქტორი პრემიერ-მინისტრისთვის. მათ ვერ იპოვეს სწორი ადამიანები და ეს მე არ მეხება, ხო? ეს უსაფრთხოების მუქარები და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბარი. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაც რეგიონული თავდაცვის ალიანსის სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ჩაანაცვლებდა, თუ ნატოს მსგავსი იქნებოდა. ეს გზა რეალურია. ნახეთ, აქ რანაც დიდი მოხდა. ეს უკვე ბოლო თვეების შედეგია, როცა ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ვის ძადა აშშ-ის გვერდით დადგეს, ისრაელია. ყველას ხო. გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. მთელი მსოფლიო არ მოსულა მათ დასახმარებლად და აქ არ ყოფილა. და ეს ძალიან დაახლოებთ მათ. და მე ვიცი, რაზე ვლაპარაკობ. პრემიერ-მინისტრი ამას ხელმძღვანელობს ხედვით, რომელიც უკვე ერთი ნაბიჯი წინ არის. ყველა ურთიერთობის გაძლიერება, როგორც უსაფრთხოების, ასევე სამოქალაქო რეგიონის ქვეყნებთან.
შეიძლება მომავალ კვირას პრეზიდენტი ტრამპი კონსულტაციას გაიulis პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ითქვიან, რომ მას რიუკა ფელდმან ფრიდმანის დამტკიცება სჭირდება. სასამართლოში ის მოსამართლეა. მოიყვანეთ მინისტრი. მაშინ მოიყვანეთ სახლში მომავალ კვირას. ეს მტკივნეული იყო. არავინ იცავს პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების ხრივ ჩემზე მეტად. ბოლოს და ბოლოს დრისით და ღამით საუბრები და ყველაფერი ეს უბრალოდ სკანდალია. ეს აბსურდი. ეს ფრაზა ფალსია, არაფერი არსებობს. რა თქმა უნდა, მაგრამ მას უნდა გაასამართლო. ის რამდენიმე მიზეზის გამო გააუქმეს. პირველ რიგში იურიდიულად. მას უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. და თუ არსებობს შეცხალების შესაძლებლობა, ამ პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს იგი პრემიერ-მინისტრს ხალხისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. და კიდევ ერთხელ გეტყვი, იაკობ, იმ ამბებზე და იმ მოვლენებზე რაც ხდება, შენც კი დასვი რამდენიმე კითხვა და ამ ხალხს ეს პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალია. მე ამას ობიექტურად ვამბობ და მე ვიცნობ პრემიერ-მინისტრს. მას უფრო მეტი ეკუთვნის, ვიდრე თავად წარმოუდგენია. და მთელი ოპოზიციას უბრალოდ არ აქვს არც უნარი და არც გაგება, რომ მოვიდეს და გააკეთოს საქმეები და დააფიქსიროს თავისი შეხედულებები. პირველ რიგში ისინი თავს ესხმიან. რეალობა კი საპირისპირო სამტკიცებს. სტრატეგიული კავშირი ისრაელის შესაძლებლობებით და პრეზიდენტ ნეთანიაჰუს როგორც პრემიერ-მინისტრის პირადი აღქმოვანებით ძალიან ძვირფასი რესურსია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების მისაღწევად. ისრაელის თავდაცვის მინისტრო ისრაელ კაცს, მადლობა რომ ჩვენთან ხართ.